9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დილიდან დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მიდიან და გვირგვინებით ამყოფენ. 9 აპრილის მემორიალთან პატივის მისაგებად ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ასევე ცოტა ხნის წინ მემორიალთან მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო. დღეს კი იქამდე ხმაური და დაპირისპირება იყო, რაც ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდა. უფრო მეტ შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში გვიერთდება. შალვა, ეთერში ხარ. თავდაპირველად დავიწყოთ იმის, რომ 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია სულ ცოტა ხნის წინ დატოვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ, რომელიც აქ მოვიდა და გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მან ისაუბრა თავის ქადაგებაში ასევე იმაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ თარიღს ქვეყნის ისტორიაში და რა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს საქართველოსთვის იმ ადამიანებმა, რომლებიც 9 აპრილს იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე და იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის. საკუთარ ქადაგებაში მეუფე შიომ ასევე ისაუბრა თავისუფლების მნიშვნელობაზე ზოგადად და აღნიშნა, რომ ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ და აუცილებელია, რომ პოლიტიკურთან ერთად სულიერი თავისუფლებაც მოიპოვონ ადამიანებმა იმისთვის, რომ სრულფასოვანი იყოს ის, რასაც თავისუფლება ჰქვია. მეუფე შიოსთან ერთად აქ იმყოფებოდნენ სხვა სასულიერო პირებიც, მათ შორის აქ იმყოფებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, გაიხსენა ის კონკრეტული პერიოდი და აღნიშნა, რომ ეს არის ერთბაშად, როგორც სამწუხარო დღე იქიდან გამომდინარე რა პროცესებიც განვითარდა რუსთაველის გამზირზე, ასევე სასიხარულო იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოვლენებმა მოუტანა საქართველოს თავისუფლება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას ჭირდება შენარჩუნება და განვითარება. და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ გქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს თვისება თუ არ გვექნება ჩვენ, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი ჯერ. და უნდა გვესმოდეს, რა არის თავისუფლება ნამდვილი, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის. რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო რაც მოგესურვება და რაც გინდა. არამედ ეს არის შეგეძლოს მართო შენი თავი. რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. და აი თუ არ იქნება აი ამ ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს და დამანგრეველი ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. 37 წელი გავიდა 99 წლის 9 აპრილიდან ამ ტრაგედიიდან და იმ დღეებს ვინ შევესწარით, წარუშლელი არის გასული აი ამ 37 წლის მანძილზე, წარუშლელია მაინც ეს მეხსიერება. ჩვენ გვახსოვს ეს დღეები, უდიდესი ტრაგედია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ჭირისუფალი ერთმანეთისა.
მემორიალთან დღეს დილიდან მოდიან არა მხოლოდ ოფიციალური და სასულიერო პირები, არამედ უბრალოდ მოქალაქეები, რომლებსაც ახსოვთ ეს თარიღი, რომლებიც მნიშვნელობას ანიჭებენ ამ თარიღს იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირეს, ისინი გვირგვინებით, ყვავილებით ამკობენ მემორიალს და ამბობენ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. აქ იმყოფებოდნენ ადამიანებიც, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას 9 აპრილს იმ გამოსვლებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა და მათ შორის იყვნენ ადამიანებიც, რომლებმაც გარკვეული ზიანიც კი მიიღეს მაშინ, როდესაც დარბევა დაიწყო 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე. როგორც საქართველოს იყო გაერთიანებული 9 აპრილს მთელი დიდი პატარა მთელი ერი მე მინდა რომ ესეც საქართველოს დაინახოს ყოფილიყო ყოველთვის და არა ესეთი გახლეჩილი როგორც დღეს არის. მე მინდა რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ყველა ქართველმა უნდა გააკეთოს ჩვენი ქვეყნის გულის და ზუსტად ის 9 აპრილი იყო პირველი მერცხალი იყო როგორც იტყვიან რუსეთის დიდი იმპერიის დაშლის პირველი მერცხალი იყო. ყველა ქართველისთვის ისეთი მძიმე დღეა ფაქტურად მისი ქვიდავის ყველანაირად ყველა აქავართ აქტიურად ვის ფაქტურად გადავჭით. 9 აპრილმა გამოიყო შედეგი და ორიზის მერე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ბატონ ჯვიადის სამადლობელ პრეზიდენტზე და მოვუყვებით ნენელა და მოვდივართ აქამდე და ვიკრიბებით ყოველთვის და მოივაგებთ ბატონს მივაგებთ ამ საულის თამუნა დოლიძე იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. ისიც მახსოვს რომ პოლიციელმა დოლიძე ვარო თუ დოლიძეზე ვცხოვრობ, დოლიძეა და დოლიძეზე ცხოვრობდა და გამოვიყვანეო და ისე უკან მობრუნდა. ის ბილეთი ჩააბარა, იყო საზღვარგარეთ უნდა წასულიყო და დაბრუნდა რომ აქ უფრო საჭირო ვარო და აი 80 წლის ადამიანს გავდა, ყველანაირად იყო ნაცემი, მოწამლული. მართალია ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან არის შედარებით სიმშვიდე, თუმცა დღეს დილიდან აქ რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკური პარტიების, უფრო ზუსტად უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის, როდესაც ისინი ცდილობდნენ გვირგვინით შეემკოთ აქ მემორიალი, როგორც სხვა დანარჩენებს პოლიტიკოსებსაც უთხრეს, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, ისინი გადაწყვეტდნენ, ვის ჰქონდა ამის უფლება და ვის არა. მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც სწორედ ამ ადამიანების მოტანილი გვირგვინები დაზიანებას სცადა, შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს. ის ადამიანი ამბობდა, რომ აქ მოტანილ გვირგვინებს, რომლითაც პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა 9 აპრილის გარდაცვლილების ხსოვნას, ამ გვირგვინების ადგილი აქ არ იყო და მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ ეს გვირგვინები მოეტანათ. სწორედ მისი დაზიანების მცდელობისას პოლიციამ ეს ადამიანი დააკავა. ასევე აქ იმყოფებოდნენ დღეს ხელისუფლების, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან, ასევე დეპუტატებთან ერთად მოვიდა დღეს დილით აქ. ამის შემდეგ აქ ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ასევე გვირგვინით შეამკეს მემორიალი და როდესაც ჩვენ მათ დავუსვით კითხვა, რას ფიქრობდნენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ აღნიშნეს, რომ მართალია ეს იყო უსიამოვნო შემთხვევა, თუმცა აქციის მონაწილეებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაკავებულები არიან, ერთგვარად აქვთ იმის უფლება, რაც დღეს მათ გააკეთეს. When had ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოვალე. When had ანტიეროვნული. თქვენად არ უნდა იგეთ ეგ რომ გაგეს. თქვენ რომ ამ სიტყვას რუსებს და ქვეყნის მოღალატეებს რუსო მოღალატე, ქვეყნის მოღალატე და გამყიდველო. რუსო აგენტო, ქვეყნის გამყიდველო, ეროვნული ინტერესების გამყიდველო. ილიას შემარცხენელო. შემარცხენელო და ასაკის შემარცხენელო. მე რა გვყავს შემარცხენელო.
ზვიად გამსახურდია შემარცხენებო. ქვეყნის გამყიდველობა მოხალატე ქვეყნის. ხელი გამიშვი. ხელი გამშეროს სახეში დამარცხა. შეროს სახეში არა მაგის იმედი არ ხომ. არის სიამაყე. მაგის იმედი არ ხომ. შენ არაფერი არ გესმის მარჯვენა დაუყოვნე. გაიცი. ვაიმე, გული მისწრება ისე მეშენია მაგას. აი, არ მჭირდებელია და აი. ქვეყნის ემოციების რუსი ხარ შენ. გოგოებზე რო იძალა და შენს ბიჭი არა ხარ შენ ქართულში. გოგოებზე რო იძალა და შენს რუსი არა ხარ. ქვეყანას რო ყიდი ის რუსი არა ხარ. ხახვებოდა ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ჩვენ ვიმედოვნეთ, რომ ესეთი თარიღები უნდა აერთიანებდეს ერს, უნდა აძლიერებდეს ჩვენ სახელმწიფოს და არ უნდა ყოფდეს პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთად ჩვენი ქვეყნის გამთლიანების და ჩვენი სუვერენიტეტის ბრძოლაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის აბსოლუტურად მართული და რომელთაც აქვს გარკვეული დავალებები, რა თქმა უნდა, ეს როგორც ქვეყნის შიგნით ძალებისგან, რომელიც ქვეყნის გარედან იმართებიან და დღეს, როდესაც არის ესეთი მძიმე დღე, ასევე არის ეკლესიურად ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ნებიშვიდეული, დიდი ხუთშაბათია. დღეს უნდა ხდებოდეს რაღაცა თავშეკავება, მეტი სოლიდარობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანებს ეს არ გააჩნიათ ეს კულტურა და უნებრივია ამასთან დაკავშირებით მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. 9 აპრილი ჩემთვის არ არის მხოლოდ მოგონება. 9 აპრილი არის ცოცხალი და ნათელი მაგალითი და მოწოდება იმისა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება და უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე. მაშინ 37 წლის წინ ადამიანები აქ იდგნენ და შეეწირა ბევრი მათგანი გმირულად იმას, რომ საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებული იყო საქართველო. ახლა ჩვენი მორალური ვალდებულებაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ საქართველო აღარასოდეს არ გახდეს რუსეთის გუბერნია და ეს იყოს თავისუფალი ქვეყანა, არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ შიშისა და უსამართლობისგანაც. ყველა ქართველის ვალია დღევანდელ დღეს, რომ შეუპოვრობით ისეთივე მაგალითით და მაგალითის მიბაძვით, რომელიც მოგვცეს ჩვენ 9 აპრილს დაღუპულმა გმირებმა, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს რუსული ჰიბრიდული ომი, რუსული სასწრაფოები და ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი დაღუპული გმირები და ის ადამიანები, ვინც 99 წელს და ეროვნული მოძრაობის დროს მონაწილეობდნენ ხოლმე ამ პროტესტებში. 9 აპრილი თითოეული ქართველისთვის მუდამ იქნება სევდანარევი, სიხარულის და სიამაყის დღე. ჩვენი უახლესი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ არა მხოლოდ 9 აპრილს, არამედ ყოველ დღე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სწორედ აქ პარლამენტის კიბეებზე შეწირეს თავიანთ ქვეყანას, ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა დღესაც საფრთხეშია. აქ ახლა ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია უკვე მოვიდეს მემორიალთან, შეამკოს გვირგვინით 9 აპრილის მემორიალი, იქიდან გამომდინარე, რომ მას შემდეგ რაც პირველი, ასე ვთქვათ, დაპირისპირებები მოხდა აქ მომსვლელ მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი და ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს ზედმეტი, ასე ვთქვათ, პრობლემების გარეშე მივიდეს მემორიალთან და გამოხატოს საკუთარი წუხილი. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.